გიორგი მინდაძის საქმესთან დაკავშირებით შემდეგ სასამართლო პროცესზე უკვე პროკურატურა დაასრულებს მოწმეების გამოკითხვას. ჩვენთვის ცნობილი ხდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურას დარჩა ორი მოწმე. ეს ორივე მოწმე არის სპეცრაზმელი და ჩვენი ინფორმაციით ერთ-ერთი არის შმაგი ჯაჭვაძე, სპეცრაზმელი, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი მინდაძის მიერ ნასროლი ფეიერვერკით მიიღო უმძიმესი დაზიანებები და სწორედ ის გამოიკითხება შემდეგ სასამართლო პროცესზე მოსამართლის თანდასწრებით. სასამართლოს ხდომაზე გამოიკითხნენ ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ შენიღბული პირი ამოიცნეს და მიანიშნეს, რომ იყო გიორგი მინდაძე. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მოწმეებმა ხდომათა დარბაზი დატოვეს, პირველებმა დაუსვით კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხეს მინდაძის ამოცნობა. კადრები, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, ჩანს, რომ პირი, რომელიც ისვრის ფეიერვერკს, სახე ნიღბით აქვს დაფარული და სწორედ ამ პირზე მიუთითებენ ბრალდების მხარის მოწმეები, რომ არის გიორგი მინდაძე. თუმცა შემთხვევით კითხვებზე, როგორ ამოიცნეს ეს პიროვნება, რომ იყო გიორგი მინდაძე, ყველა მოწმე გარბოდა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ გიორგი მინდაძის ამოცნობა მოხდა თვალების მეშვეობით. ამ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ახალგაზრდა აქტივისტის ოჯახის წევრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ გიორგი მინდაძემ ნამდვილად ისროლა საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკი და ამ ნასროლი ფეიერვერკით რომელიმე სპეცრაზმელი დაშავდა. გიორგი მინდაძის ამოცნობა უშუალოდ მოხდა სხვადასხვა მახასიათებლებით, მათ შორის თვალებით, ყურის მოყვანილობით, თავის მოყვანილობით და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე მოწმეს, მეორე მოწმე იყო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც დაეგზავნა ფოტოსურათი, სადაც იყო ასახული გიორგი მინდაძე და მან ამოიცნო ეს პიროვნება, რომელიც ისროდა ეგრეთ წოდებულ ფეიერვერკს, რომელიც იყო გიორგი მინდაძე. როდის გამოიკითხება შმაგი ჯაჭვაძე? ბრალდების მხარეს დარჩა ორი მოწმე დასაკითხი და ამ ორ მოწმეს შემდეგ პროცესზე თუ შეგძლოთ მოვიყვანთ დროიდან გამომდინარე. რაც დაწყებულია საქმე პირველი დღიდან დღემდე მე ამაჩი სიმართლე ვერცერთ საკითხი ვერ დავინახე. შეგნებულად მოვდივარ გიოს რომ მოვეფერო და ხედავდით თვალნათლივ როგორ ვეფერეთ დედაშვილი ერთმანეთს. ბლოკნოტიდან გვიგზავნა სიყვარულები. ხო და აი რაც ხდება უკვე აი იმდენად აბსურდულია ყველგან ყველაფერი უკვე გულთანაც აღარ მიმაგ. ამდენი უნამოსობა, ამდენი უმსგავსობა, ამდენი ტყუილი. როგორ მოახერხეთ გიორგი მინდაძის ამოცნობა? ან როგორ დაადგინეთ, რომ გიორგი მინდაძის მიერ ნასროლი ფეიერვერკით დაშავდა ბატონი შმაგი ჯაჭვაძე, სპეცრაზმელი, რომელიც ამტკიცებს, რომ უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული. მესაუბრეთ, რაც ისაუბრეთ ხდომათა დარბაზში, სხვა არაფერს გეკითხებით. 16 აპრილს ზუსტად 2 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვა სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძე, რომელიც მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება გიორგი მინდაძის საქმეში. ეს არის ის სპეცრაზმელი, რომელიც ამტკიცებს, რომ მინდაძის მიერ ნასროლი ფეიერვერკით მიიღო უმძიმესი დაზიანებები. საინტერესოა, როგორ განვითარდება 16 აპრილს მოვლენები სასამართლოში. სავარაუდოდ გიორგი მინდაძესაც ექნება ამ სპეცრაზმელთან კითხვები.